დღეს მასპინძლობთ თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და რაგბის გუნდი არმიას ორგანიზატორობით და თაოსნობით ამხანაგურ შეჯიბრებებს ქვიშის რაგბში, რომელშიც მე მინდა თითოეულ მათგანს მონაწილეებს მიულოცო და რა თქმა უნდა ქუთაისის მესამე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც აღნიშნულ ჩემპიონატში გახდნენ გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მიულოცო ეს გამარჯვება. საინტერესო თამაშები ვიხილეთ, დაძაბული შეხვედრები იყო, მონაწილეებმა არ დაზოგესთავები, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. პირველი ადგილი დაიკავა მესამე ქვეითმა ბრიგადამ, მეორე ადგილზე გავიდა ვეტერანთა გუნდი ბარბაროსები, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა პირველმა ქვეითმა ბრიგადამ. წარმატებებს ვუსურვებ როგორც სამსახურებრივად, ასევე პირად ცხოვრებაში. ასეთი სახის სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენთაგანისთვის, რაც ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. დილიდანვე რომ მივიდოთ ის ჭარში, დილიდანვე ვარჯიშები ჰქონდა ხოლმე და კონტაქტურზეც ვემზადებოდით და ისეც რაც ტურნირის ჩატარა დღეს თაჩი. მაგაზეც ვემზადებოდით და შედეგიც გამოიყო. რთული ტურნირი იყო, მოწინააღმდეგეების კარგი ბიჭები იყვნენ, მაგრამ მომზადება ორი თვით ადრე დავიწყეთ და შევხვდით მომზადებულები და დაგვიფასე ეს მომზადებაც. გამიმარჯვით.